თავი 22. ახლოვდებოდა პასექად წოდებული უფუარობის დღესასწაული. დაეძებდნენ მას მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი, რომ როგორმე მოეკლათ იგი, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ. შევიდა სატანა იუდაში, რომელსაც ისკარიოტელს უწოდებდნენ, რომელიც 1-12-თაგანი იყო. წავიდა ელაპარაკა მღვდელმთავრებსა და მცველთა მეთაურებს, როგორ მიეცა მათთვის იესო. მათ გაუხარდათ და დათანხმდნენ მიეცათ მისთვის ვერცხლი. მანაც აღუთქვა და ეძებდა მარჯვე შემთხვევას, რომ ხალხის დაუსწრებლად მიეცა იგი მათთვის. დადგა უფუარობის დღე, როდესაც უნდა დაკლულიყო პასექი. მიავლინა იესომ პეტრე და იოანე და უთხრა: წადით, მოამზადეთ ჩვენთვის პასექი, რომ ვჭამოთ. მათ უთხრეს: სად გინდა რომ მოვამზადოთ? მან უთხრა: აჰა, ქალაქში შესვლისას შემოგხვდებათ კაცი, რომელსაც წყალი მიაქვს კოგით. მიხევით მას იმ სახლამდე, სადაც შევა და უთხარით სახლის პატრონს. მოძღვარი გეუბნება, სად არის სასტუმრო ოთახი, რომ ჩემს მოწაფეებთან ჭამო პასექი? ის გიჩვენებთ დიდ მოფარდაგებულ ზემოთვალს. იქ მოამზადეთ. წავიდნენ და იპოვეს, როგორც მან უთხრა მათ და მოამზადეს პასექი. როცა მოაღწია ჟამმა, დაჯდა იგი და მოციქულებიც მასთან ერთად. უთხრა მათ: დიდად ვსურდა თქვენთან ერთად მეჭამა ეს პასექი ჩემი ტანჯვის წინ. რადგან გეუბნებით თქვენ, რომ აღარ ვჭამ მას, ვიდრე არ აღსრულდება იგი ღვთის სასუფეველში. აიღო სასმისი, მადლი შესწირა და უთხრა მათ: აიღეთ და გაიყავით ერთმანეთ შორის. რადგან გეტყვით თქვენ, ამიერიდან აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისაგან, ვიდრე არ მოვა ღვთის სასუფეველი. აიღო პური, მადლი შესწირა, დატეხა, მისცა მათ და უთხრა: ეს ჩემი სხეულია, რომელიც თქვენთვის მიეცემა. ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონებლად. ასევე აიღო სასმისი სერობის შემდეგ და თქვა: ეს სასმისი არის ახალი აღთქმა ჩემს სისხლში, თქვენთვის რომ იღვრება. და აჰა, ჩემი გამცემის ხელი ჩემთან ერთად არის ამ სუფრაზე. რადგან კაცისძე მიდის განგებისამებრ, მაგრამ ვაიმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა იგი. და მათ დაიწყეს ერთმანეთის გამოკითხვა, რომელი მათგანი იზამდა ამას. ასევე იყო დავა მათ შორის, რომელი მათგანი უნდა ჩათვლილიყო დიდად. მან კი უთხრა: ხალხთა მეფეები ბატონობენ მათზე და მათი ხელმწიფენი მწყალობლებად იწოდებიან. თქვენ კი ასე როდი ხართ? თქვენ შორის უფროსი უმცროსივით იყოს, ხოლო ვინც უფროსობს, მსახურივით. ვინაიდან ვინ არის უფრო დიდი, მეინახე თუ მსახური? განა მეინახი არა? მე კი თქვენ შორის ვარ, როგორც მსახური. თქვენ კი ისინი ხართ, რომელნიც ჩემთან დარჩით ჩემს განსაცდელში. მეც ისევე აღგითქვით, როგორც მე აღმითქვა მამა ჩემა სასუფეველი, რომ ჭამოთ და სვათ ჩემს სუფრაზე ჩემს სასუფეველში და დასხდეთ ტახტებზე ისრაელის 12 ტომის განსაკითხავად. თქვა უფალმა: სიმონ, სიმონ, აჰა, სატანა მითხოვა, რომ ხორბალივით გაგცხრილოს, მაგრამ მე ვილოცე შენთვის, რომ არ დაილიოს შენი რწმენა და როცა კვლავ მოიქცევი, გაამხნევე შენი ძმები. მან კი უპასუხა: უფალო, შენთან მე მზად ვარ საპყრობილეში წამოვიდე და სასიკვდილოთაც. ხოლო მან თქვა: შენ გეუბნები, პეტრე, მამალი არ იყივლებს დღეს, სანამ სამჯერ არ უარმყოფ, რომ მიცნობ. უთხრა მათ: როდესაც ქისის, აბგის და ფეხსაცმლის გარეშე გზავნიდით, რაიმე გაკლდათ? არაფერი უპასუხეს მათ. მაშინ უთხრა: ახლა კი ვისაც ქისა აქვს, აიღოს ასევე აბგა, ხოლო ვისაც არა აქვს, თავისი ტანსაცმელი გაყიდოს და მახვილი იყიდოს. თქვენ გეუბნებით, რომ ეს დაწერილი ჩემში უნდა აღსრულდეს. ბოროტ მოქმედებთან შეირაცხა, რადგან მას, რაც ჩემზეა, დასასრული აქვს. მათ უთხრეს: უფალო, აჰა, აქ 2 მახვილია, საკმარისია, მიუგო მან. გამოვიდა იქიდან და ჩვეულებისამებრ წავიდა ზეთისხილის მთაზე. მოწაფეებიც გაჰყვნენ მას. ადგილზე მისვლისთანავე უთხრა მათ: ილოცეთ, რომ არ ჩაცვიდეთ განსაცდელში. თვითონ განშორდა მათ ქვის სასროლ მანძილზე. მუხლი მოეყარა და ლოცულობდა. ამბობდა: მამაო, თუ გსურს, ამაცდინე ეს სასმისი, მაგრამ ჩემი ნება კი არა, შენი იყოს. ეჩვენა მას ციდან ანგელოზი და ამხნევებდა. ამ ტანჯვაში მყოფი უფრო გულმოდგინედ ლოცულობდა. მისი ოფლის სისხლის წვეთებივით გახდა და ებკურებოდა მიწას. ლოცვის შემდეგ წამოდგა, მივიდა მოწაფეებთან და ნახა ისინი მწუხარებისაგან ჩაძინებულები. უთხრა მათ: რას გძინავთ? ადექით ილოცეთ, რომ არ ჩაცვიდეთ განსაცდელში. ჯერ სიტყვა არ დაესრულებინა, რომ აჰა, ხალხი მოდიოდა და მათ წინ მოუძღოდა 1-12 თაგანი, რომელსაც ერქვა იუდა და
მივიდა იესოსთან საამბორებლად. უთხრა მას იესომ: იუდა, ამბორი დგას ცემ კაცის ძეს. მასთან მყოფებმა რომ დაინახეს, რაც ხდებოდა, უთხრეს: უფალო, დავცეთ მახვილი. ერთმა მათგანმა დასცა მღვდელმთავრის მუნას და მარჯვენა ყურით ჩაათალა. მაშინ იესომ უთხრა: თავი დაანებეთ, კმარა, შეეხო ყურს და გაუმრთელა იგი. იესომ უთხრა მის წინააღმდეგ მოსულ მღვდელმთავრებს, ტაძრის მეთაურებს და უხუცესებს: როგორც ავაზაკის წინააღმდეგ, מחვილებით და კეტებით გამოხვედით ჩემს შესაპყრობად. ყოველ დღე თქვენთან ერთად ვიყავი ტაძარში და ჩემზე ხელი არ აგიმართავთ, მაგრამ ეს თქვენი ჟამია და სიბნელის ხელმწიფება. შეიპყრეს იგი, წაიყვანეს და მღვდელმთავრის სახლში შეიყვანეს. პეტრე კი შორი ახლო მიყვებოდა. როცა შუა ეზოში ცეცხლი დაანთეს და გარს შემოუსხდნენ, პეტრეც მათ შორის დაჯდა. ერთმა მოახლემ იგი ცეცხლთან მჯდომარე რომ დაინახა, დააკვირდა და თქვა: ესეც იმასთან იყო. მაგრამ მან უარყო და თქვა: დედაკაცო, არ ვიცნობ იმას. ცოტა მოგვიანებით სხვამ დაინახა იგი და თქვა: შენც იმათგანი ხარ. მაგრამ პეტრემ უთხრა: ადამიანო, არა ვარ. დაახლოებით 1 საათი გავიდა და სხვა ვიღაცა ამტკიცებდა და ამბობდა: ჭეშმარიტად, ესეც იმასთან იყო, ვინაიდან გალილეველია. ხოლო პეტრემ უთხრა იმ კაცს: ადამიანო, არ ვიცი რას ამბობ და უცებ როცა ამას ამბობდა, მამალმა იყივლა. მაშინ უფალი მობრუნდა და შეხედა პეტრეს. გაახსენდა პეტრეს უფლის სიტყვა, რომ უთხრა მას: დღეს სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარ მყოფო და გავიდა გარეთ და მწყარე დადირდა. ხოლო კაცნი, რომელთაც შეპყრობილი ჰყავდათ იესო, აგინებდნენ და სცემდნენ მას. თავი დაუფარეს, სახეში სცემდნენ და ეკითხებოდნენ: აბა წინასწარმეტყველე ვინ დაგარტყაო? და კიდევ მრავალ სხვა გმობას ამბობდნენ მის წინააღმდეგ. როცა გათენდა, შეიკრიბნენ ხალხის უხუცესთა საბჭო, მღვდელმთავარნი და მწიგნობრები და მიიყვანეს იგი თავიანთ სინედრიონში. უთხრეს: თუ ქრისტე ხარ, გითხარი. უთხრა მათ: რომ გითხრათ, არ დამიჯერებთ და თუ შეგეკითხებით, არ მიპასუხებთ. ამიერიდან კაცის ძე იქნება ღვთისძალის მარჯვნივ მჯდომარე. ყველამ უთხრა: მას შენ ახარ ძე ღვთისა? მან უთხრა: თქვენ ამბობთ, რომ მე ვარ. მათ კი თქვეს: მეტი რაღა მოწმობა გვჭირდება, ვინაიდან ჩვენ თვითონ მოვისმინეთ მისი პირიდან.